ქართული ცეკვა ერთადერთია, რაც ამ ბავშვებს თითქმის ყოველდღე ერთ დარბაზში და ერთ ანსამბლში აერთიანებს. 120 სკოლის ამ დარბაზში ქართული ცეკვის მუსიკა უკვე წლებია ისმის. საუკუნოვან მელოდიებზე კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორეოგრაფიას ანსამბლ ფესვების მოცეკვავეები ასრულებენ. გუნდს, რომელიც 30 წევრისგან შედგება, ქორეოგრაფი დავით კაპანაძე ხელმძღვანელობს. ის საკუთარ ქორეოგრაფიას და გამოცდილებას ახლა უკვე მეორე თაობას უზიარებს. ამბობს, რომ ყველა ცეკვა თანამედროვე შტრიხების გარეშე მხოლოდ ტრადიციული ქართული ელემენტებით იქმნება. სწორედ ძველი ქართული კულტურის შენარჩუნებაა მისი და ანსამბლის მთავარი მიზანიც. მიზანი მე მაქვს ერთი, რომ ვასწავლო ამ ბავშვებს და საერთოდ ჯერ ამასთან მე მომავალ თაობას ვასწავლო ის, რაც მე ვისწავლე. ქართული ხალხური ცეკვა. ჩვენი გზით ვიდივართ, არავის არ ვეჯიბრებით, ჩვენი გზა გვაქვს ჩვენ. შრომობთ, ცეკვავთ, ქართულს ხალხურს ვსწავლობთ, რაც თავი არანაირი რაღაც შეიძლება ზოგს მოსწონს, მაგრამ მე არ ვიცი, მე ეს ძველი ხალხური მირჩევნია და ერთი რაღაცა არის, რომ აი სულ ვსწავლობ. პირადად მე ვსწავლობ, იმიტომ რომ აი საბავშვო ბაღშიც მაქვს ხოლმე გაკვეთილები და საბავშვო ბაღში რომ დავაყენებ ხოლმე ბავშვებს, აბა ბავშვები ჩაუნთავ ხოლმე მუსიკას, აბა ბავშვებო, ვის რა შეუძლია რომ იცეკვოს. და რომ ცეკვავენ, იცით მოძრაობებს აკეთებენ, იქა რომ ის არის აი სულთა ხალხური. დედას გეფიცებით, აი ის არის ხალხური. აი ის სულთა დაამუშავო და ის გამოვიდა ზუსტად ხალხური. გადაკეთება კი შეიძლება კაცო, მაგრამ ჩვენ ერთი გზით მივდივართ. მეც და ჩემი ბავშვებიც ქართული ხალხური გზით. თითქმის ყველა მოცეკვავე ამ სარეპეტიციო დარბაზში პატარა ასაკიდან მოხვდა. მაშინ როცა ბევრს ჯერ კიდევ მარჯვენა და მარცხენა ფეხის გარჩევა უჭირდა. ანსამბლის ხელმძღვანელს მათთვის ამის შეხსენება დღემდე უწევს. აბა, მოდი მე და შენ ვისწავლოთ მარჯვენა და მარცხენა. რომელია მარჯვენა, რომელიც ფეხით იწყებს ჯერ მოძრაობას? რომელია მარჯვენა? ოჩი. ანსამბლის სახელწოდებას კი თავისი პატარა ისტორია აქვს. სახელი შერჩევისას დავით კაპანაძემ გადაწყვეტილება არა ერთპიროვნულად, არამედ მოცეკვავეებთან ერთად საკმაოდ დემოკრატიული კენჭისყრის პრინციპით მიიღო და ანსამბლს ფესვები ხმათა უმრავლესობით დაერქვა. შევქმნით ანსამბლი, უკვე კონცერტზე და გამოსულიყავით და იყო ესეთი, რომ სახელი ხო გვინდოდა და მე ვიყავი ფესვებისკენ და დავწერეთ რა სამი რაღაც დავწერეთ, შობლებს ბავშვებს მივეცი, რომ მე ვთქვი ბავშვებო, ვისაც რა გინდათ, რომ დავარქვათ ჩვენ ანსამბლს. არავის არ მითქვია, მე ვისკენ ვიყავი, სიტყვაზე ფესვებისკენ ვიყავი, საუნჯის და მესამე აღარ მახსოვს და აირჩიეს უყველა ბავშვებმა უმრავლესობა, ერთმა აირჩია საუნჯი და მე დანარჩენს უყველა ფესვები. აი ეს რაღაცა ესე მოხდა და დაერქვა ფესვები. ანსამბლი ფესვები. ხელმძღვანელი დავით კაპანაძე, ხალვაშ-ხალხი.
ფესვების მეორე თაობის დებიუტი სცენაზე 2 წლის წინ შედგა. პატარა მოცეკვავეებმა ქართული ხელოვნება მაყურებელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდუბის გამგეობის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე წარუდგინეს. მაშინ ანსამბლის რეპერტუარი მხოლოდ 3 ცეკვას მოიცავდა: დავლურს, ნარნარს და ქალვაშთა მთიულურს. ეს არის მეორე თაობა, პირველი თაობა ვინც დაარსა ეს ფესვები სამწუხაროდ წავიდნენ, ახლა გაიზარდნენ, ასე შემდეგ მიდიან ზოგს სწავლა უნდა, ზოგს ისა. და ახლა ესენი არიან მეორე თაობა ფესვების, რომლებიც დღესდღეობით აი ვარჯიშობით, ცეკვავე, რაც შეგვიძლია უშრომოთ, პატარები არიან ჯერ, მაგრამ ჯერ ყველაფერი მე მგონი წინა აქვს. მეტი შეუძლიათ და მეტი მინდა რა, რომ იცეკონ, იმიტომ შეუძლიათ. აქ ერთი რამე ეს პატარები არიან და უბრალოდ შეიძლება მე ვაძლევ იმ დავალებას, რომელიც დავალებასაც ესენი ვერ ასრულებენ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ახერხებენ. შეიძლება ამის ბრალიც არის, მაგრამ მე უფრო მგონია რომ ცოტა ბავშვური სიზარმაცე უფრო არის მე მგონი რომ შეუძლიათ, როგორ შეუძლიათ, ბავშვი ყველაფერი შეუძლიათ, თუ მოიდომებს ყველაფერი შეუძლიათ. მას შემდეგ ანსამბლმა არაერთ სცენაზე იცეკვა, მათ შორის თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზში, რომელიც ქორეოგრაფისტვის და მოცეკვავეებისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იყო. რიცხოვანი გუნდის და მცირე გამოცდილების მიუხედავად 2 თვის წინ ფესვებმა პირველი სოლო კონცერტიც დარადგინა. ანსამბლის პატარა მოცეკვავეებს 1 საათიანი პროგრამის და ყველა იმ ცეკვის შესრულება მოუწიათ, რომლებსაც ფესვების რეპერტუარი აერთიანებს.
ახლა 10 ცეკვა წავადგინეთ. თქვენ თვითონ ნახეთ რამხელა ეს არის ხათაბალა გადმოცმაში დაგვეხმარენ ანსამბლები დიდი მადლობა მინდა იმ ანსამბლებს გადაუხადოს უყველას. რისკი არის რა თქმა უნდა. ერთი ნომერიც რო გაგიფუჭდეს თან დასაწყისში, მე მთელი პროგრამა შეიძლება თუდაც აგივიდეს, როგორ იმოქმედებს, როგორ ემოციას გამოხატავენ მე ბავშვებთან და გვაქვს ხო საქმე. ჩვენ ხო არ ვიცით მე რას იზავს ეს ბავშვი. აი რა რისკია რა თქმა უნდა რისკია. სოლო კონცერტის დროს კი საკმაოდ რთული არა მხოლოდ სცენაზე მიმდინარე, არამედ კულისებს მიღმა პროცესიც არის, სადაც ქართული ცეკვის კარგად წარმოჩენისთვის სწორი ვიზუალი იქმნება და თანაც საკმაოდ მცირე დროში. დამღლელი პროცესის მიუხედავად ანსამბლის წევრებმა მაყურებელს ქართული ცეკვები მთელი მონდომებით წარუდგინეს. თავად მოცეკვავეები კმაყოფილნი არიან, თუმცა შეცდომებზეც საუბრობენ. ნერვიულობდი, ჩემი სოლო კონცერტი პირველი არ არის, 7 წელია დავდივარ ცეკვაზე. მე 10 წელია რაც დავდივარ, ჩემი სოლო კონცერტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ მაინც კონყოფილი ვარ ამ კონცერტით. ვთვლი რომ კარგად ვიცეკვე. შეცდომები ჰქონდა აჭარულში, მთიულურში, ოსურშიც ხაზი არ იყო ბოლომდე გასწორებული. მასწავლებელი რავი გამოხატა სიასრი და მე მგონი გმაყოფილი. მე ძალიან ნერვიულობდი, იმიტომ რომ ეს იყო პირველი სოლო კონცერტი ჩემთვის და არ ვიცი პირველ ცეკვაზეც და მაგალითად ოსურზე განსაკუთრებით ნერვიულობდი და ამ სოლო კონცერტით პირველი სოლო კონცერტით მაყოფილი ვარ. საკუთარი ანსამბლის წევრებით კმაყოფილია ხელმძღვანელიც. მიუხედავად ამისა, დავით კაპანაძე მიიჩნევს, რომ
რომ არა ბავშვური ზიზარმაცე მოცეკვავეები ამ რთულ ამოცანას თავს ბევრად უკეთ გაართმევდნენ. გაართვეს, ეხლა იცით რა, გაართვეს. მე მეგონა რომ უფრო გაართვეს. ეს ძალიან კარგია ეს რომ გავაკეთეთ, იმიტომ რომ მე უკვე ვნახე რომ ამ ბავშვებს შეუძლიათ ეს გააკეთონ. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და უკვე ისწავლიან ამას ყველაფერს. ეს უნდა გააკეთონ. თუ უნდათ რომ მოცეკვავეები იყვნენ, თუ უნდათ რომ ანსამბლი იყოს, ესე უნდა იყოს. შრომის გარეშე არაფერი არ გამოვა. შრომა მარტო ცეკვა არ არის, გადაცმა, გადმოცმა, ის ყველაფერი შრომაა, გაკრასკვა, გამოკრასკვა, ის ერთმანეთის მიხმარება, გამარყანჯის გაკეთება, ჩოხისად, ყველაფერი ეს შრომაა. ეს არის ერთი ანსამბლი, ეს არის ერთი ორგანიზმი, როგორც ადამიანია ერთი ორგანიზმი, ისე უნდა იყოს ეს ანსამბლი და ესე არა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ღირსეული ანსამბლი დავაჯილდოთ ყველაზე მაღალი რანგის წოდებით. გავდავნო, ხო, საქართველოს ქორეოგრაფიული კავშირის გამგეობის განკარგულებით ქორეოგრაფიულ ანსამბლ ფესებს ხელმძღვანელი დავით კაპანაძე მიენიჭა საანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება. წარმატებით ჩატარებული კონცერტების შემდეგ ფესვები უკვე სახალხო ანსამბლის წოდებას ატარებს. ეს ჯილდო ანსამბლის ქორეოგრაფთა კავშირმა სწორედ პირველი სოლო კონცერტის შემდეგ გადასცა. კავშირის თავმჯდომარე და ცნობილი ქორეოგრაფი რეზო ჭანიშვილი იმ მიღწევებზე და წარმატებაზე საუბრობს, რასაც ანსამბლმა მისი ქორეოგრაფის დამსახურებით მიაღწია და რის გამოც ფესვებმა სახალხო ანსამბლის წოდება დაიმსახურა. როგორი პასუხისმგებლობა საჭირო რომ ამართლებდე ფესვების სახელს. ამაში ხომ ძალიან დიდი შინარსია ჩადებული. შემდეგ ყველა ბავშვი როგორი მონდომებით ცეკვავდნენ. მივესალმები ყველა ბავშვს, ცალ-ცალკე და ყველა ერთად ერთთლიანობაში ანსამბლს. მივესალმები ბატონ დათო კაპანაძეს, რომელიც არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოაზროვნე ადამიანი და მომქმედი ადამიანი და ქორეოგრაფი. იმის შედეგია, რომ დღეს წარმოადგინეს 12 ცეკვა საბავშვო ანსამბლს, კონდეს 14, 15, 16 ცეკვა. ეს მართლა დიდი მიღწევა. ძალიან დიდ სირთულეებთან არის საჭირო, ძალიან დიდ შრომასთან არის საჭირო დაკავშირებული. ყველა ცეკვაში ფაქტობრივად არის ჩადებული სიუჟეტი, შინაარსობრივი დატვირთვა, დრამატურგიის კანონების გამოყენება, მუსიკალური გაფორმება, ილეთთან აერთებისა და კომბინაციების სიუხვე და კოსტუმები, საცეკვაო კოსტუმები, როგორ ლამაზად იკითხება ყველა ცეკვაში. და ეს ყველაფერი ერთ სისტემაშია მოქცეული. ასე რომ მე მიმაჩნია დღეს ანსამბლმა ფესვებმა გაამართლა როგორც ყოველთვის თავისი სახელწოდება და ამის შედეგი იყო რომ მაყურებელი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტას. Pareshi koncertze. Ara simadilo gikada arts is ვიცი. სადმე ხდება კონცერტი, arts is ვიცი. საბიქნები და ვიგდები Pareshi კონცერტი გვაქვს. მე ამბერი არ ვიცი. arts ბავშვი. აგა არ უნდა იყოს კონცერტი. ჩვენ მაინც ვიცოდეთ მაგრად.
ქორეოგრაფთა კავშირის მიერ მინიჭებული უმაღლესი წოდება სახალხო ანსამბლი ფესვებმა არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში ჩატარებული არაერთი კონცერტის გამო დაიმსახურა. ანსამბლი სხვადასხვა ცეკვით ბათუმში, ქობულეთში, ლანჩხუთში, ჩარგალში, მცხეთასა და სხვა ქალაქებშიც წარდგა. გასულ წელს ფესვები ყვარელში ქორეოგრაფიულ ფესტივალშიც მონაწილეობდა. სანამ ანსამბლი ილიას ტბაზე განთავსებულ სცენაზე მაყურებლის წინაშე წარდგებოდა, ფესვებმა ყვარელში ექსკურსიაც მოაწყეს და ქალაქის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მათ შორის მოცეკვავეები ფულის მუზეუმს სტუმრობდნენ. ახლა ფესვები მორიგ ცეკვაზე მუშაობს. დავით კაპანაძემ ანსამბლის წევრებთან ერთად მე-18-მე-19 საუკუნეების ძველი თბილისის ტრადიცია უნდა გააცოცხლოს. კინტაური და მუხამბაზი, რომელიც ამ ეპოქის კულტურას ყველაზე კარგად ასახავს. სწორედ ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქორეოგრაფი მოცეკვავეებისგან იმპროვიზაციას ითხოვს. ეს მუსიკა რო შენ აგაცეკვებს, ელები გეტყვი რომ ეს მოძრაობა არ მომწონს, მოდი ამ მოძრაობის მაგრამ ეს ჩავსვა სიტყვაზე რაღაცა. შინაგანად უნდა ცეკვავდეს. შენით შიგნიდან წარმოვიდეს ცეკვა. აი მაშინ იცეკვ. სიმკაცრე არ არის, ეს არის მუშაობის პროცესში, ესეა. ხოდნად არ გამოდის. მუშაობის პროცესში სიმკაცრე და ის დისციპლინა აუცილებელია. სადაც დისციპლინა და სიმკაცრე არ არის, იქ არაფერი არ გამოდის. მე ესეთი ვარ. მე ვითხოვ ბოლომდე, რასაც ვასწავლე, მე ვითხოვ რომ ბოლომდე დაიხარჯოს ბავშვი. მე ესე მგონია რომ ესე უნდა იყოს, რა ვიცი. არ მგონია სწორედ. რა ვიცი აბა.
ძალიან დიდი შრომა ჩადებული და კიდევ ბევრი შრომა ჩასაბები რომ იყოს ისე როგორც საჭიროა და როგორც ჩვენ ვეკარგებდა, მაგრამ არ ამუშავა. ჩვენ პატარები ვართ, ავიზდებით უფრო მაგლები ვიქნებით. დიდი მადლობა, ბავშვებო, დიდი მადლობა, სულელას აიხარი, დიდი მადლობა, აი თუ შეიძლება დიდი მადლობა მინდა გადავხადო, აი ჩემი სადაც ვმუშაობ, იმ სკოლის დირექციას, იდუქის გამგეობას. ძალიან დიდი დახმარებები გვაქვს მომავალ. ასე უნდა ვარ. ძალიან დიდი მადლობა ჩემს შობლებს. ის ხუბობთხოვ, მაგრამ თორემ თქვენი შუბები აღარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო თქვენი მამაჩემისთვის. ეს კონცერტი მე სპეციალურად ოსტაშოში მოგიუძღვები მამაჩემის ქსოვას. ოსტაშოში გადაწყვეტილი და ევროპის დავამტყურო ის რომ ევროპის მამაჩემის გადაწყვეტილი ჩავთავაზო და მოგიუძღვები მამაჩემის ქსოვას. დიდი მადლობა ერას.